ზურფასებო, მინდა ძალიან მცირე 5 წესი გასწავლოთ განსაკუთრებით მარხვაში, როგორ შევასრულოთ ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის არის აუცილებელი. 5 წესი. პირველი, ყველას ყველაფერი აპატიეთ. ყველას ყველაფერი აპატიეთ. პატიების პრინციპი რა არის? ჩვენ ძალიან გვიჭირს, მე შეიძლება ძალიან მიჭირს. რა არის პატიების პრინციპი? პატიების პრინციპი არის ის, რაც დღეს სახარებაში წავიკითხეთ. ღმერთი პირდაპირ ითხოვს: თუ გინდათ რომ ზეციერმა მამამ მოგიტევოს თქვენი შეცოდებანი, თქვენს უნდა მიუტევოთ იმ ადამიანებს, ვისაც თქვენთვის რამე დაუშავებია, ან თქვენ დაგიშავებიათ რამე. როგორ მოხდება პატიება? თუ მე ვხედავ, რომ ადამიანს, რომელსაც მე დაუშავე რაღაც, მოდის და აცხადებს, რომ მე ტყუოდი, მე მივხვდი, რომ აი მაშინ და მაშინ ესა და ეს გავაკეთე და მაპატიე, უნდა აპატიო, მაგრამ თუ სიმბოლურად გეუბნება, თუ შენ არ მაპატიებ, არც ღმერთი არ გაპატიებს, ის თავხედია. ესე არ არის პატიება, ჩემო ძვირფასებო. უნდა ვიგრძნოთ სინანულის ღირსი ნაყოფი. როცა ადამიანი მოდის, შეიძლება ცრემლიც არ მოსდიოდეს, მაგრამ თავს დაბლახრის, განიცდის და გეუბნება, რომ მე ვტყუოდი მაშინ, თან აი გეტყვის აქ და აქ, მე ვტყუოდი და მაპატიე. მაგრამ შენ თუ ეუბნები, რომ იცი რა არის, მე ვერ ვხედავ შენ სინანულს, ეს უკვე არის თავხედობა. ეს უკვე არის ძალიან ცუდი, ჩემო ძვირფასებო. ამიტომ აუცილებელია პატიება. პატიების გარეშე მარხვა არ დაიწყოთ არავინ. და თუ დაიწყებ, მთელი მარხვის განმავლობაში ეცადე, რომ შენ ეგოიზმზე მაღლა დადგე და იმ ადამიანის კარგი საქმეები გაიხსენო, რაც მას შენთვის გაუკეთებია. ეს ძალიან კარგი წესია. შეიძლება 1, 2 გაგიკეთა ცუდი, 3 გაგიკეთა ცუდი, მაგრამ 7 გაკეთებული აქვს კარგი. ყველაფერი კარგი გაიხსენე და თუ კარგი ვერაფერი ვერ ნახე იმ ადამიანში, თქვი რომ ეს ხო ქრისტეს ძეობილია. ეს ხო ქრისტეს ძმარი. ქრისტე ხო ამის გულისთვის ჯვარზე გაეკრა. და თუ კი ქრისტე ამის გულისთვის ჯვარზე გაეკრა, მე თუ არ უნდა ვაპატიო მას? და თუ ამასაც ვერ ხვდები, მაშინ რა გინდა შვილო ეკლესიაში? ეს დაიმახსოვრე, ჩემო ძვირფასებო, ეს არის ნომერ 1. არის მარხვა თუ არ არის მარხვა, ეს არის აუცილებელი. მეორე, თქვენი გული განთავისუფლეთ ყველანაირი ნერვიულობისაგან. როცა რამეს გავიგებთ, შეკითხვა დაუსვით თქვენ თავს. ეხლა მე ნერვიულობ თუ ლოცვა დავიწყო? ჩვენ რას ვაკეთებთ? ვიწყებთ ნერვიულობას. როცა იწყებ ნერვიულობას, ვეღარც ლოცულობ, ვეღარც აზროვნებ და რა ხდება? კანკალებ და სნეულებაში ვარდები. ნომერ მეორე, ჩემო ძვირფასებო, მაშინვე როგორც კი ცუდ არასასიამოვნო ამბავს გაიგებთ, შეწყვიტე ნერვიულობა და აიღე ლოცვანი ხელში. აიღე სახარება ხელში და დაიწყე კითხვა. მაშინვე შემოვა სიმშვიდის და ნუგეშის სული. ეს არის აუცილებელი, დაუკვირდით ამას. მესამე, ცხოვრება იცხოვრეთ უბრალო ცხოვრებით. რა არის ეს უბრალო ცხოვრება, რა საინტერესოა? რას ნიშნავს უბრალო ცხოვრება? ჯერ სიტყვას დაუყვით, რა კარგია. უბრალო, ანუ ბრალი რო არა გაქვს. ყოველ დილით რო გამოდიხარ და ფიქრობ, მოდი დღეს არ განვიკითხავ არავის. და თუ მთელი დღის განმავლობაში არავის არ განიკითხავ, ესე იგი ბრალის გარეშე გაატარე ის დღე. და საინტერესოა რა, უბრალო, ბრალის გარეშე. უბრალოება არ ნიშნავს, რომ შენ ღარიბი ხარ და დიდარად არ ცხოვრობ, არა, ეგ უბრალოება არა, ეგ გაჭირვება არის. მაგრამ უბრალო ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ მე მთელი დღის განმავლობაში არავის არ განვიკითხავ და მახსოვს ილია სიტყვები. აბა ყოველ დღესა შენ თავს კითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე. აბედნიერებაა რა, რომ იმ სიხარულით გამოდიხარ და დადიხარ, მთელი დღე ვის რა უნდა არგო და არავინ რომ არ უნდა განეკითხო. მოდი აი ხვალიდან გაძლევთ რჩევას, როგორც კი გათენდება
წაიკითხავ დილის ლოცვებს და ეფრემ ასურის ლოცვას და გამოხვალ სახლიდან და დაინახეთ რომ ვიღაცა ხაჭაპურის ჭამით მიდის, არ განეკითხოთ. თქვი რომ ეთყობა ზის ნაწარმოები აქვს კურთხევა ექიმისგან და არ განვიკითხავ. ახვედი საზოგადოებრივ ტრანსპორტში და გესმის პოლიტიკაზე საუბარი, რომ ნახე ტრამპმა როგორ ეჩხუბა ზელენსკის და ასე შემდეგ. მაშინვე შეწყვიტე, გადაიტანე ყურადღება სხვა თემაზე და თუ შეგიძლია რომ იქადაგო, იქადაგე. თუ არა და პოლიტიკასაც თავი დაანებე. ანუ ყველანაირად ჩამორჩი აი ამ განკითხვის სულს, პოლიტიკის სულს და ყველაფერს დაეხსენი. აი ეს იქნება ჩემო ძვირფასებო უბრალოდ ცხოვრება. და რო ჩამოდიხარ სანამ მეტროში ჩახვალ, ან ამოხვალ და დაინახავ მოხუცებულს, როგორც საკუთარ დედას მიდი და ისე მოეფერე. ხვალ ხوارი დედების დღე. თათ უცხო ადამიანთან მიდით და რო იცი რომ იმას არავინ დედობის დღეს არ მიულოცავს, იყიდეთ საგაზაფხულო მინდვრის ყვავილები და უთხარით რომ დეიდა, დედაჩემის სახელზე მე დედა აღარ ამყავს და დედაჩემის სახელზე ეს ყვავილები თქვენ ილოცავთ დედების დღეს. რა უბრალო დღე გამოვიდა რა ჩემო ძვირფასებო. ვეღარ მოიცლით განკითხვისთვის, ვეღარ მოიცლით დაღონებისთვის, ნერვიულობისთვის და მწუხარებისთვის. გაეცით მეტი. გაეცით რაც შეიძლება მეტი. ივანე ოქროპირი პირდაპირ გვასწავლის, რომ მარხვაში თქვენ, ოდესაც ხორცს არ მიირთმევთ, იმ დაზოგილი თანხით გაეცით მოწყალება. იმაზე მეტი გავცეთ, რასაც ვაკეთებდით ხსნილში. თუ გავცემდით 2 ლარს, გავცეთ 5 ლარი. თუ გავცემდით 10 ლარს, გავცეთ 20 ლარი. მე მგონი რთული არ არის, ხო? ამას პირდაპირ ითხოვს ეკლესია მარხვაში. და ბოლოს მეხუთე, ნაკლები მოლოდინი გქონდეს. ნაკლები მოლოდინი თუ გვექნება, მივიღებთ ბევრს და თუ ბევრი მოლოდინი გვექნება, მივიღებთ ძალიან ცოტას. თქვათ რომ რაც მაქვს, ამაზეც მადლობელი ვარ, არ გამომჩეს, ასევე ისწავლეთ მადლიერება იმისი, რაც გაგვაჩნია. ამას გაბრიელ ბერიც ამბობს, თუ ჩვენ არ ვისწავლით მადლიერებას იმისას, რაც გაგვაჩნია, ვერაფერს ვერ მივიღებთ და იმასაც დავკარგავთ, რაც გაგვაჩნია. მაგრამ რაც გაგვაჩნია, შეიძლება ჩვენ ცოტა გონია, მაგრამ ძალიან ბევრი შეიძლება იყოს სხვა ადამიანების თვალში. და ამიტომ თუ მადლიერი ხარ იმისი, რაც შენ გაქვს, ბევრის მოლოდინი აღარ გექნება და შეიძლება შენ ცხოვრებაში მართლა ისეთი მოვლენები განვითარდეს, რასაც შენ არასოდეს შენ ცხოვრებაში არ ელოდებოდი.